მარიკა, დღეს დიდი დღეა. დიდი დღეა, მარიკა. ნეტავ რატომ? ჩემ დირექტორს უკეთებ ოპერაციას. თათუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხელფას მომიმატებს. თათუ ყველაფერმა კარგად არ ჩაიარა. მაშინ ახალი დირექტორი მომიმატებს ხელფას. მე კიდე მეგონა რა გახსოვდა. რა მახსოვდა? რა რიცხვია დღეს? 23. მერე 24. კილოს ავდამატების დღეს შემოსახალო. რას ქვია არ მახსოვდა? შენთვის საჩუქარიც მაქვს მომზადებული. $700 ჩექვები მე რომ მომეწონა, ხო? რა გინდა, მარიკა? შვენიერ ხასიათზე ვიყავი დილიდან, რატო გინდა ნერვები მომიშალო? $700 ჩექვები. $700 ჩექვები. აკიშიან ნერვებს დი. ტიპ გაიზარდა. მარიკა! რა? მოდი აქ. აი ასე. მე სამსახურში ვერ წავალ. მოიფიქრე რა მე მიშველე დროზე ახალი პერანგი მომიტანე. რანაირად არის დღეს ამის დაბადება? ნახე რა მოგინახე? რამდენი ხანია აქცმია თალში. დამცინი ხო? ბატონ. მე დაფასებული ექიმი. მთელი სავაკოფო კუჩი დამსდევს. ბატონო ირაკლი ამაზე რა სიტყვით? აქეთ მობძანდით, ამ ჭრილობას შეხედეთ. რა აწერია წაიკითხე? გალათასარაი. ალეს ცუზამენ. და total fatal error. მაშინ აი ნახე რა არის. დედა რა კარგი პერანგია. მეც მომწონს. დედა როგორ მომეწონა? მოაბრუნე. კარგი, მოდი იცი რა ვქნათ მაშინ. ვითომ გაციებული ხარ და ეს ჯემპრი ჩაეცი. მარიკა. ზუსტად ერთი კვირაა უკვე ვითომ გაციებული. დღეს მაინც შემიცოდე 38 გრადუსია გამოცხადებული. დავიწვევი, კაცო. კარგი, მაშინ ვითომ დამწვარი ხარ და აი ესეთი მაისურით წადი. სამსახურიდან გინდა გამაგდომ, ხო? მასე თავარი ექიმი დადის. არ იცოდეს მაინც რა. კარგი, მოდი რა, ვითომ დღესაც გაციებული ხარ. სამაგიეროდ მერევე ტორტს გამოგიცხობ. ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა. ტორტს გამოგიცხობ? ხო. ჩანდაბას. ჩამაცვი. მოდი. სასმელი რა მექნება? ვაშლის ლიქიორი, ატმის ლიქიორი, ყავის ლიქიორი. ესე იგი სასმელი მე უნდა წამოვიდო. აი. ჩანდაბას წავედი. მომისმინე. ტორტისთვის არ მაქვს სანთლები, რო წამოხვალ, წამოიღე. რამდენი სანთელი წამოვიღო? 28. 28? რატო ასე ცოტა? ირაკლი. ეკონომიას აკეთებ, ხო? თითო სანთელს შუაზე გადაჭრი და ისე ჩაარჯავ ტორტში.
რა კარგია რომ ჩამოხვედი სანდრო იცი როგორ მიხარია აი მე შენებს როგორ გაეხარდებოდა დედა ჩემი გაგიჟდა სიხარული თუ მამა ჩემსაც გაუხარდა იმის ძმაკაცებსაც ესე იგი 3 დღე ხო სახლში უხაროდათ დღეს წავიდნენ ცხეთაში და იქ უხარდათ რამდენი წელი ცხოვრობ ევროპაში ვიცხოვრე რა განათლება მივიღე და ჩამოვედი ხო და ეს ბრიტანეთში ხო არა ინგლისში იცი როგორ მომწონს შენ საერთოდ არ გენატრებოდით ხო ძალიან მომენატრებს ხო და მითხარი ახლა რა ხდება ახალი ახალი ну ეს ახლა შევარდნაძე რო პრეზიდენტი აღარ არის ეგ იცი ალბათ ხო მართლა ხო აღარ არის და ახალი უბანში ახალი უიმე მიშელ რა იყო ჩვენ პირდაპირ ცხოვრობდა ეგ არის ახლა პრეზიდენტი ეგ კარგი და სამეგობროში რა ხდება? სამეგობროში, მარიკა ხო გათხოვდა და დაანება სამსახურს თავი. ეკა კიდე გამოთხოვდა და თავისი ფირმა გახსნა. მე კიდე ესე, არც იქით არც აქეთ. არაფერს აწეფიანო? არა, ხო მოგწერე, მე არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ. ხო. და წინა კვირაში სანდრო მოვაწყეთ აქცია პეინტბოლის ძალადობის წინააღმდეგ. უი, ეგეთი ლონდონშიც იმართება ხოლმე რა მსგავსი აქცია. კი. და ხალხი იქაც არ დადის. ხავერჯებოთ? კარგად მადლობთ? არა გიცანით, როგორ ვერ გიცანით, თქვენ ხართ ნოდარი მელოდი. კარგით, ნუ თუ აუცილებელია, დიახ. იცით რა 15 წუთში დამირეკეთ, კარგით? კარგით. ესე იგი. ნოდარი მელოდი კი არა. ნოდარი არ ავიღო. აბა თუ იცნობ ვინ არის? აი მელაშა? ხო, სანდრო. სანდრო, როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? 3 დღეა ჩამოვედი და ნელ-ნელა მოვდივარ თბილისის ამდებში. ისე მოხდენია, ვაიცი წყვეტი. ხო, ნუ. ბარცხნილობა შეგიცვლია, ულაშებიც აღარ გაქვს. სველი ცხვირსახოთიც აღარ აქვს, კისერზე შემოხვეული. თუ ეს სველი ცხვირსახოთი, მე მგონი სხვას ქონდა. სხვას ქონდა ერგია. რა გინებებთ? უშაქრო ყავა თუ შეიძლება? კარგი. მოგეწონა ევროპა? კი, ძალიან, აბა. პარიში ვიყავი? კი, პარიზშიც ვიყავი და ყველგან ვიყავი. ეიფელის კოშკი ნახე. კი, რაღაც კოშკები ვნახე. ეს თქვენ. მადლობთ. ხო. კარგად შენ? მე კარგი რა ჩაულებრივი ხმა მაქვს. ხო. კაი. ნუ ეხა მარტო არა ვარ. ნუ მოითმინე ცოტა ხანი. კაი. მეც. ვინ იყო? პეპია ჩემი. სულ გასხოვნა ესე. და სიმპათიურია შენი ბებია. აი ხო ბიჭია. და ძალიან სიმპათიურიც. მოვწონვარ მე ძალიან. და მეც მომწონს. დიდი ხანია ხვდები? არა. ჯერ შევხვდი მარტო ერთხელ და იცით რა ქნა ფრანგულ რესტორანში დამპატიჟა და შამპანური რაღაცა ეგზოტიკური კერძები შევუყვეთა. მაგარი ძვირი დაუჯდებოდი. არა, ძვირი არა, რაღაცა 250 ლარი გადავიხადე. გამიღე კარი. უფლება არა გაქვს არ შემომიშვა, ბავშვის სანახავად ვარ მოსული. მერე რა რომ არ ყვავს. ამოვალ, ნახავ და წავალ. სად არის ჩემი დასაცმელი? სულ ეს არის ჩემი დასაცმელი.
აი ეგრე. ნახატები არ გადმოყარო. გაფუჭდება მე თვითონ ამოვალ და ჩამოვიტან. ოღონდ 10 თეთრი გადმომიგდე ლიფტისთვის. ეს ახალი. ეხა რა ქენი იცი? აი ეს ნახატი იპოვე რა, ორი გედი რომ ცურავს ჩანჩქერთან იპოვე? ხო, ეხლა მაგასი ჩემი მობილური სატენი გაახვიე და გადმომიდე. ეხლა დიპლომი, ჩემი დიპლომიც იპოვე, ოღონდ ფრთხილად გადმოგდე, ტალახში არ ჩავარდეს, გაფუჭდება, ტელეფონის ნომრები მიწერია გაზე. ეხლა რა ქენი იცი? შენს საფულეში ჩემი 200 ლარი უნდა იდოს და გადმომიგდე. ხოცახვით. გულიკოდეიდა. რა გინდა? თუ არ შეწუხდებით რა, ჩემს სოლს მიუკაკუნეთ, გამოიხედოს. რა სიტყვები ბიჭო, სათქავს წოლიო. თქვენ არიყავით 2005 წელს რომ გაშორდით. ნუ კარგით, ეგრე თქვენ სიტყვებით სკლეროზი მაქვს. ახნე. ვის დაურეკო? ანზორი ვალი, ეთერი მამაშა, მარიკა ბიძაშვილი. ანზორი ვალი, ეთერი მამაშა, მარიკა ბიძაშვილი. ანზორი ვალი, ეთერი მამაშა, მარიკა ბიძა. რა პატარა მეხსიერება აქვს ამ ტელეფონს? ესე ბიძაშვილი თამაშობს. გამოვაცხოთ ტორტი. ტორტი იაპონური. 1 კილო ბრინჯი. 500 გრამი თევზი. თევზი ირაკლის არ უყვარს. მერე რა ხდება? ტორტი, ნაპოლეონი ლაითი. ავიღოთ 4 კვერცხი. ავიღოთ 1, 2, 3. ავიღოთ 3 კვერცხი. კარგად თავთქვიფოთ. აი მე შევიდას ძნელია. აქეთ რა ხდება? ტორტი ჯოკონდა. ალო? ჯოკონდა დაიდა გამარჯობა. დიახ, ტორტი შეკვეთა მინდა. საშუალო ზომის. არა, ბეზეთი არა. მიცის რომ ვერ ვაკეთებ ბეზეს და. ალუბლის იყოს. იცით რა, თუ გინდა ცოტა დაწვით ბისკვიტი. ნუ მიჩვეულია მაინც. კარგით. მადლობა. ესეც ასე, ტორტი გამოვაცხეთ. კიდე რა ხდება? რამდენი რამეა გასაკეთებელი. ესე იგი, ხაჭაპური მაქვს გამოსაცხობი, სალათები, ქათამი, ბადრიჯანი, საცივი. აი მე საიდან უნდა დავიწყო, არც კი ვიცი. მე მგონი ჯობია ტელევიზორს ყურებიდან დავიწყოთ. ალო? ხო დათო? დაგჭრეს? აბა ავარიაში მოყევი? დაგიჭირეს? რას მირეკავ მაშინ გამისკდა გული? ხო, დაკავებული იყო, ტორტს ვაცხობდი და. მართლა? მერე? კარგი, ამოდი ჩემთან და რამეს მოვახერხებთ. მოვილაპარაკოთ, ხო? ბიძაშვილის მისამართი არ უნდა გახსოვდეს? ხო, ეკ კორპუსია, სადარბაზო მეორე,
მესამე სართული, ლიფტიდან რომ გამოხვალ ხელმარცხნი. ყავისფერი ყარები ბინა 20 გამარჯობა მარი. დღეს მარიკას დაბადების დღე როა და რო გველოდება ხო გახსოვს? როგორ მახსოვს ნახე საჩუქარიც მოვამზადეთ. ხედე როგორი საჩუქარი მაქვს ციგნი. მე მგონი მოეწონება. ქართულ ფრანგული ლექსიკონი. ეგ წაკითხული მაგაი წიგნია. სანდრო. სამურა შენც მარიკას დაბადების დღეზე იცი როგორ გაეხარდება? მე მარიკას დაბადების დღეზე? მარიკას ქმარი ყავს, მე რა მინდა. მოიცა მე რა მარტო მარიკა კი არ იქნება. მისი მეზობლები თამარ და ქეთევან ღლონდებიც იქ იქნებიან. ქეთევან ღლონდი, ჩემი პირველი სიყვარული. თამარ ღლონდი, ჩემი მეორე სიყვარული. ბატონი მალხას ღლონდი, ჩემი პირველი ჩალურჯებული თვარი. მოდი ხარ ესე იგი. არა, უსაჩუქროთ ვერ წამოვალს ერთხელი. მე მოვიფიქროთ საჩუქარი. უი, ლონდონიდან ჩამოვიტანე სუნამო და ეგრო ვაჩუქო? კარგი სუნამოა? დავე ნახე, აბა. არა იცი რა ჯობია სხვა რაღაც შეურჩიოთ. ყვავილები, დავკრიფავ და ვაჩუქებ. ყვავილები კარგია, მაგრამ ხა სად ნახე დასაკრაფი ყვავილი? სად და სააკაძის მოედანზე ვიღაცის ძეგლი რო დგას. იმის გარშემოა და დავკრიფავ. იცი რა, მოდი ჯობია რაღაც ვუყიდოთ, აი მე და ანანო გამოყვებით. კარგი, მაშინ მირჩიეთ, ხო? აი, შენ მაგალითად რა გაგიხარდებოდა დაბადების დღეზე? აი ჩემთვის თავარი საჩუქარი კი არ არის. იცი თავარი არის, როცა ადამიანები მოდიან და ხედავ, რომ გულწრფელად უხარიათ და გილოცავენ. ანანო, როდის გაგდაბადების დღე? იცი რა საჩუქარი მოგიმზადე? ალო? დიახ? ნუ თუ საჩქაროა გამოვალ. კარგით არის ნერვიულად ბატონო იურა. აი მე უკაცრავად ბატონო ნუგზარ. აი მე მაპატიეთ ქალბატონო ნელი. საქმე უნდა გავიქცე, სასტრაფო საქმე გამომჩნდა. მოდი ანანო გამოყვება კარგი საჩუქარზე. ანანო გაიგე? ანანო. ყვავილები არ გვინდა ძალიან ცუდი. აისა ისევ იმ სიმპათიურ ბებიას მესიჯები? აბა ერთი მოგვიყევი რა საქმიანობს? განათლება აქვს არასრული უმაღლესი. რაგინა, მაგარია. ანუ რამდენი კურსი დაამთავრა? არა, კურსი არა. 2 მისაღები გამოცდა ჩააბარა და მე მესამეზე ჩაეძინა ჩერჩეტი. იცი რა, მოდი მე გავიქეცი და მე მომიყევი დაწვრილებით ყველაფერი, კარგი? აი, ჩვენს გამოვდივარ. ანგარიში მითხარი რა. თქვენზე 9-ლარია. ჩემ სახელზე ჩაწერები. სანდრო. ხო, კარგი, გადავიხდი. მე გადავიხდი. სად წავიდა ჩემი საფულე? ესე იგი, დავდებ ხოლმე ზე. აღმოჩნდება სკერზე და მეგოსაც სულ ესე ემართება საფულე. კარგი. შენს ანგარიში ჩავწერ. რათო? ბოლო აღარ მეტყვი რა მოხდა? ცოლს გავშორდი. ცოლს გაშორდი შენ შარშან. ამჯერად საბოლოოდ მაშინ იყო საძინებელი რომ გადატიხრეთ. ამჯერად ჩემი ნახატებიც წამოიღე. კარგი კაცო. ეგრე სერიოზულადაა საქმე? ხო? უნდა ქნა. არ ვიცი. 1-2 წელი მიჭირს თორე მე ჩემს ნახატებს. მე ჩემს ნახატებს გავყიდი. ავაწყობ ნენელა საქმის და ნახოთ მე. შენ და ბინა რომ იქირაო? აი ჩემი დედამეზობლები აქირავებენ 2 ოთახიან სუფთა ბინას $400.
$400? ხო. კაცო ეგენი შაშან $200 არ აკირავებდნენ მაგ სახს. კი. რა დებილი ვარ რა მე ქირავებინა რა მაშინ რა გდებულიყო ყოფილიყო მისუშლი და ეს და შეთან რო ვიცხოვრო ვითომ თქმური შეიძლება ხო იცი საინტერესოა ჩემი ქმარი რა სიტყვის ფულს რომ მისცემ არაფერს არ იტყვი მე შენ გააქვს ფული გავგებრობისთვის გავიმეორებ ფულს რომ მისცემ არაფერს არ იტყვი აი მგონი ჯობია სხვა რამე მოვიფიქროთ არა აი მასე რო ვიცხოვრო ხიაცის ქვეშ არა რატო ხიაცის ქვეშ იქ პატარა ფიცრულს შევკრავ და ვიცხოვრებ იქ მე ხომ ხელოვანი ვარ ევ მარტო შეიძლება ხო იცი იმ ლამაზე ისე ხშირად არც გავდივართ და რა ვიცი ხო და ძალიან კარგი დილით საუზმეს მომაწვდი აქეთ სისხამდილით სასეირნოდ გამიყვან მერე შენი ქმარი სანადიროდ წამიყვანს როცა სეზონი გაიხსნება მაღაზიის ვიტრინა უნდა გავტეხო რა შუაშია ახლა ეს რადა ხულიგნობაზე 3-დან 9 თვით თბილი კერა უფასო სადი ახალი კონტაქტები გამარჯობა. მარიკა გილოცავ დაბადების დღეს ლიფტის ფულს ვაგროვებთ. მეც გილოცავ მარიკა ნაგვის ფულს ვაგროვებთ. დიდი მადლობა, საიდან გაგახსენდათ? როგორ თუ საიდან გაგვახსენდა მარიკა? დღეს საღამოსთვის საჩუქარიც გვაქვს მომზადებული. ხო. დღეს საღამოს შემოიარეთ. ისეც არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ თქვენ მაინც შემო. აი რა ვიცი თუ დრო გამოვნახეთ შემოვალთ. მოვიტან მე ხა ფულს მოგცემთ შემოგზანდით თქვენ. ხო. აი რა ბიჭია? ხო, აი დათო გაიცან ჩემი მეზობლები არიან თამარი და ქეთევანი. დათო ჩემი ბიძაშვილი. გამარჯობა. ლაპარაკობს კიდეც. უგასრავად მე მითხარით რამე? არა მე დავშვიდი, აი ფული აიღეთ. ეს ფულია საღამოს გელოდებით, ძალიან გთხოვთ არ დაიგვიანოთ, შემოვრძანდით. მოვალ. კარგად იყავით, აბა საღამომდე. კარგად. ვაიმე, მომისმინე ახლა იცი რა. უნდა წავიდე, ბევრი საქმე მაქვს. შენ დარჩი, შეგიძლია ისადილო მაცივარში სალათა. არ მინდა. გეშინია, ჩემი გაკეთებული არ არის, არ გაწყენს. სადარი? მაცივარში. მაკა. ანანო, აბა ეხლა ხამივით მოიქცევით. ჯერ კარგად დავფიქრდებით. ავწონ დავწონით. და როგორც მე ვიტყვი, ისე ვიყიდით. კი. კარგი? კი. გამარჯობა. და აი ამ საყურეზე რა სიტყვის ანდრო? ეს ორი ცალია და რამე ერთი რო ვიყიდოთ, უფრო იაფი არ დაგვიჯდება? აი, უკაცრავად. აი ეს რა თვალია? ეს ლალი. ლალი? სხვა ფერები არ გაქვთ? და თუ არ იმუშავა ხო დაიბრუნებთ? რა თქმა უნდა. კარგი, მითხარი. აი ეს რა გერს? ეს 20 ლარი. ეს ბეჭედი 20 ლარი, კარგი. ეხლა ამ ბეჭედის ამ ბეჭედს და აი ამის 500 ლარიან იარლებს ორივეს ერთად რამდენად გავიცი? $1,000,000 გენაცვალე. რა ამბავია რა იქ? კარგი. აი ამას რამდენად გვაძლევ? ამას 130 ლარად. კარგით მოვიფიქრეთ. მოვიფიქრეთ. როგორც დოთ. ნუ რა ვიცი ხა ნორმალურია, არც ზვირი არ არის. ლამაზია. კაი ვიყიდოთ. მარიკას ფერებშია. მე ვიფიქროს. ახალგაზრდებო ნუ იჩქარებთ რა. ნუ იჩქარებთ.
მგონი მე მაქვს ის რასაც თქვენ ეძებთ. რა გაქვთ? აკეთ მოდიქით. ელონა მოიწოვე. $200 მოგცემ. კარგად ბრძანდებული გენდა. მოიცა. აი ეს შედევრი ორლიანელი იუველირების ნახელავია. სპეციალურად ლუდოვიკო მე-11-ისთვის დაამზადეს. სიკვდილის წინ იმან თავის შვილს ლუდოვიკო მე-12-ს უვანდერძა. იმან თავის შვილს ლუდოვიკო მე-13-ს. იმან თავის შვილს ლუდოვიკო მე-14-ს და აი ესე გრძელდებოდა დღემდე. და ასე გაგრძელდებოდა მომავალშიც ძალიან რო არ მიჭირდეს. უკაცრავად. გონი სართული შეբეშა. უკაცრავად. გონი სართული შეგეშალათ. მე მარიკას ბიძაშვილი ვარ. დაგიჭირეს? ავარიაში მოყევი? დაგჭრეს? აბა რა მოგივიდა? არაფერი უბრალოდ მარიკას დაურეკე ხომ არაფერი გჭირდება თქო მარიკამ მითხრა ამოდი სალათა გავაკეთე გაგასინჯებო თუ არაფერი მოგივა მე ჩემს მეგობრებს ვაჭმევ მე რა გასინჯვა ამდენი გემრიელი იყო თა რა კაი ხალათი გაცვია ხო ცოტა დიდი მაქვს რას მელაპარაკები ჩემია და დიდი გექნება მარიკა სად არის ასე თქვა ცოტა ხნით ჩავალ ჩავალო? ცოტა ხნითო? ცივიღვინო? ვისკი? კონიაკი? აბა ლიქიორი? ამალეტო ჩიზანო? ნახე რა არაყი მაქვს ბოტალელი, თან ცივია. ერთი კლუბი გასინჯე მარტო თუ არაფერი მოგივა საღამოს მარიკას მეგობრებს დავალევინოთ ორჯერ გადაატრიალე იგი წყალი გავკეტე, გაზი გადავკეტე, შუქი დავტოვე ვითომ სახლში ვარ. ვაიმე სანდრო, გამარჯობა. ой, გამარჯობა. მომენატრე. მეც. მომენატრე. მეც. როდის ჩამოხვედი? 3 დღეა. როდის ჩამოხვედი? 3 დღეა. სანდრო, გახსოვს მე და შენ სკოლაში რომ მახსოვს. ასე კარგად იცნობთ ერთმანეთს. რას ლაპარაკობ, ბავშვობიდან ერთად აი ამ ხელები მახსოვს. იცი სანდრო, ძალიან გვეწყინა აქედან რომ გადახვედი. არა, გადმოვედი ისევ ევროპაში მარტო ცხოვრებას მივეჩვიე და გადმოვედი. აქ ცხოვრობ? კი. ლიფტის ფული გაქვს დასადები. და ნაგვის ფული. გადავიხდი, შევალ შეიძლება. ხო, ჩვენც მათ მოვდივართ, იცი? უი, კარგი.
დიდი მადლობა. რამდენს ვეძებდი, შენთან დამრჩენია? ნახე სანდრო. სანდრო ჩამოსულა. მიულოცავ ჩემო, აი, შემგან შენ ეს. ვაიმე, ძალიან ლამაზია, მადლობა. მაგრამ ესეთ საყურავი მე უკვე მაქვს. ონდის ლუდოვიკო მე-14 შთამომავალ. ეს ვაიმე, მადლობა. ნახო, ხო? ხო. აბა. აი ეს ჩემგან. აჰა, აი ხო. ვაიმე, ჰერალამაზი ზედა გაცვია მარიკა. ხო არა? ხო. აი ეკა მაჩუკა. ეკა? ხო. ეკა. იცი ძალიან მინდა რომ ჩემს დაბადების დღეზეც მოხვიდე. აი მე დიდი სიამოვნებით, როდის გაქვს დაბადების დღე? ვიცი რა, დაბადების დღე მე თებერვალში მაქვს, მაგრამ შენ შეგიძლია ხვალ მოხვიდე. კარგი. ავოდი. მეგობრებო, ყველას გთხოვთ სუფრასთან. ამოდი. ვა, ანანო. ეს კაცი პირველად არის ჩემთან ოჯახში და გამაცალით ძალიან გთხოვთ. ეს სანდროა, უცხოეთში ცხოვრობდა დიდხანს. 3 დღე რაც ჩამოგვივიდა. ძალიან სასიამოვნოა. მოგეწონა თბილისი, სანდრო? ნუ რა ვიცი, ნორმალურია, მაგრამ ივერია რომ ნახე უკეთესად მაინც გაეკეთებინათ. სანდრო ის არ დაუწყიათ ჯერ. მაშინ მოგეწონა. იცი რა, ჩვენ სანდროს ბავშვობიდან ვიცნობთ. იცი, სანდრომ სკოლაში ერთი ლექსით დამიწერა. მოიცა როგორ იყო, ისა ხო, ჩემი გრძნობა გულში აღარ ეტევა, შემიბრალე, შემიყვარე ქეთევან. გენაცალე. აუ რაზე ლაპარაკობთ? რამდენი სანდრო გავაცალით ირაკლის. ისა, სანდრო, ევროპაში რაზე სწავლობდი? იურიდიულზე. იურიდიული კაია. ისა, ჩემო ბიძაშვილმა დაამთავრა და აწყობილი აქვს ცხოვრება. დუბაიდან ჩამოაქვს მობილურები და აბარებს. ირაკლი. სანდრო, სხვათა შორის სკოლაში ლექსი დამიწერა, ისო, ჩემი გრძნობა გულში აღარ ეტევა, შემიყვარე, შემიბრალე თამარი. ბავშვობაში სკოლის ასაკი. იცი რას გეტყვით? პოეზია კარგია, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ ძირითად საქმეს მივხედოთ. მომეც ჭიქა. დღეს დიდი დღეა. ძალიან დიდი და ამიტომ მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სადგეგრძელო შემოგთავაზოთ. მარიკა, მოდი აქ. ეს მომაცილი აქედან. ერთხელ ერთმა ჯიუტმა მერცხალმა ზამთარში გადაწყვიტა ჩემ სამშობლოში გავფრინდებიო და თოვლით გადაპენტილ ჩემ ქვეყანას მოვინახულებო. ხო. სამშობლოში რო ჩამოფრინდა ერთი პატარა ბეღურა ნახა და კითხა შენ აქ რატომ ხარ ბეღურა? თბილ ქვეყნებში რა დარახარო? ბეღურამ მიუგო რა დარა ვარდა? მე სულ სახში ვზივარ და გაზაფხულს ველოდებიო. მოდი აი ამ ბეღურას გაუმარჯოს. რომელიც სულ სახში ზის და მე მელოდები. ჩამოასხი აუცილებელი სადგეგრძელოები უცებ შევსვათ. ერთ სოვდაგარს
8 თითი ქონდა. ქეთევან. ცოტა ხარ ახარ. ცოტაც და გავედით. ერთით დავლიოთ და გავიდეთ. ხო და ჩემო დათო და ჩემო ანანო. კიდევ ერთი ლამაზი სალღეგზელო უნდა გითხრათ. 900-ს იქით. 9 ზღვას იქით. ერთ ბროლის სასახლეში ცხოვრობდა სულთანი. ერთადერთი ვაჟი ყავდა. ტახტის მემკვიდრე. ცოტა მოდებილო იყო რა. მივიდა მამასთან და ეუბნება, მამავა ბატონო. წავალო. სხვა ქვეყნებს მოვინახულებ, ვიმოგზაურებ, ეგება რა ვნახო, ბრძენი იყო სულთანი. დაფიქრდა. წავიდესო. ეგება რა გამოცდილება ჩამოიტანოსო. წადიო. წავიდა. 10 წელი იბოდიალა იმ დებილმა. და რო დაბრუნდა სულთანი, რომელიც ერთ დროს თელ ქვეყანას აზანზარებდა. დაბერებული გახვდა. რამ დაგაბერა, მამა? რამ დაგაბერაო? ბრძენი იყო სულთანი. დაფიქრდა და უპასუხა. დრომ დამაბერა. დრომო. ხოდა მოდი ჩემო დათო ამ ორ ლამაზ გოგოს გაუმარჯო. რომლებიც რა დროც არ უნდა იყოს. ასე სუშენ გვერდში ტრიალებენ, რუტრუტებენ, ფუსფუსებენ რა. გაიგე? გავიგე. დრომ დამაბერა, დრომო. ამ შენ ასეთი კარის მეზობლები. არა. მე არც ასეთი კარის მეზობლები მყავს და არც კარი მაქვს. სუვილი 1 2 3 რაკენიანა ნუ რა ვიცი ჩემ დაბადების დღეზე რო ჩავაქრე ხო გიხაროდა ირაკლი ჩვენ გავალთ უკვე გვიანია გვეძინება თან ავან შუქი დატოვა ანთებული და გავალთ არავინ არსად არ მიდის. აქედან ყველა მივდივართ ჩემთან. იმიტომ რომ ეძინება მე. ასო. შეცადავა ვარ. ჩემთანა ვართ? ვა.
მარიკას ბიძაშვილი ვარ. დრომ დამაბერა, დრომო!